ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით დაარსდა ეკო აკადემია. მისი მიზანია მოსწავლეებში ამაღლოს ცნობიერება ნარჩენების მართვისა და გარემოს დაცვის საკითხებზე. უფრო სასაუბროდ შემოგვიერთდა ჩვენი სტუმარი ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი ვანო ფრალაშვილი. ბატონო ვანო, დილომშვიდობისა, მადლობა მოგზაურობისთვის. როდის დაარსდა დაახლოებით ეს თქვენი აკადემია და ჩვენ დაახლოებით შინაარსობრივად ვთქვით, მაგრამ მიზანი კერძოდ და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ცხადია და ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ უფრო თვალ ბუნებრივად თქვენგან მოვისმენთ შინაარსს და მიზანს ამ აკადემიის დაარსებისა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მინდა პირველ რიგში გითხრათ, რომ ჩვენი ასოციაცია ეს არის წარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია, ეს არის ახალი ინსტიტუცია, რომელიც ქვეყანაში ახორციელებს ისეთ მნიშვნელოვან ფუნქციას, როგორც არის სპეციფიკური ნარჩენების, მათ შორის ნარჩენის აბორავი, ნარჩენის ზეთი, ნარჩენი აკუმულატორი ამოღება, გადამუშავების პროცესი და მინდა გითხრათ, რომ ეს არის ძალიან ახალი სისტემა ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა ევროკავშირის ქვეყნებშიც არის აპრობებული და განვითარებული მრავალი წლის განმავლობაში. შესაბამისად, ამ პროცესის თამდევი, ანუ ერთი მხრივ ის, რომ შენ სპეციფიკური ნარჩენები უნდა მართო ქვეყანაში, ამის თამდევი არის, რა თქმა უნდა, ცნობიერების ამაღლება, იმიტომ რომ ყველა წარმატებული ქვეყნის ამიმართულებით, ხო, ესე ვთქვათ, განვითარების პროცესი მიუთითებდა, რომ თუ არა ჩართულობა, თუ არა განათლების შეტანა აქ, თუ არა ინფორმირება, ხო, ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ვერ მიდიოდა იმ დინამიკი და ისეთი მოცემულობით, როგორც იყო სასწავლო და შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩავთვალეთ ვალდებულად, როგორც კომპანია, პასუხისმგებლობა კომპანია, რომ ჩვენ შეგვექნა საგანმანათლებლო სივრცე, სადაც ყველა დაინტერესებული ბიზნეს დაწყებული უშუალოდ ნარჩენების წარმოქმნები, რომელიც მინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში არის საკმაოდ ბევრი და ამავდროულად უმეტესობა მინდა ასევე გითხრათ, რომ ამ პროცესებში არ არის გათვითცნობიერებული და რა თქმა უნდა, მოსწავლე ახალგაზრდობა ყოფილიყო სრულფასოვნად ჩაბმული. ჩვენ შეგვეტანა მათთან, რა თქმა უნდა, ინფორმაცია პირველ რიგში, რა თქმა უნდა, განათლების ელემენტები. სადღაც 8 თვეზე მეტია ჩვენი აკადემია ფუნქციონირებს. თავარი მიზანი, მისია სწორედ ეს გახლავთ, რომ რაც შეიძლება უფრო კარგად დავანახოთ ამ პროცესის, ესე ვთქვათ, მასშტაბები და გარდა მაგისა, მათ შორის თუნდაც ნებისმიერი წარმატებული ქვეყანა, ხო, ახლა ევროკავშირი გახსნილია ჩვენთვის, ჩვენ მოგზაურობთ, ავდივარ და მოგწონს ხო იქ არსებული ვითარება, მათ შორის სამემართულებით და მინდა გითხრათ, ეს ყველაფერი, ხო, მათ შორის ამ ქვეყნებში ეს არ მოსულა ერთბაშად, ეს არის მრავალი ათეული წლის რუტინული შრომა და რა თქმა უნდა, ჩვენ აი ამ გზაზე ვიწყებთ დგომას, ესე ვთქვათ, როგორც ქვეყანა, რომელიც ერთი მხრივ, თქვა, დეკლარირებული გვაქვს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და მეორე მხრივ ზოგადად ისე როგორც ქვეყანა, რომელიც ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული, ხო? ეხლა რა თქმა უნდა დღეს რეალურად ხო ვითარება ისა ჩვენ ქვეყანაში ამ მიმართულებით ეს რა თქმა უნდა შორს არის იდეალურისგან, თუმცა თავარია რომ პროცესი დაწყებულია. აი ჩვენი საგანმანათლებლო სივრცე ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც აბსოლუტურად ყველა დაინტერესებულ პირს, ჯგუფებს, მათ შორის მინდა გითხრათ, რომ აი გასული წელი იყო ძალიან აქტიური და მიმდინარე წელიც ესე დაიწყო ძალიან ბევრ ესე თქვა საშუალო სკოლას მასპინძლობთ 80-ზე მეტი საშუალო სკოლა იყო ჩვენთან მოსული, ძალიან ბევრი ნარჩენების წარმოქმნელები, ჯგუფები, ცალკე აღებული და შეიძლება ითქვას, რომ ის გამოცდილება და ის ცოდნა, რომელიც უკვე ჩვენ კომპანიას დაუგროვდა, ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს გადავწყვეტ. თუმცა, რა თქმა უნდა, აი ამ პროცესში ჩვენ ვცდილობთ ჩავივათ ასევე ის ხალხი, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით, საგანმანათლებლო მიმართულებით სამწუხაროდ საქართველოში. ასევე მინდა გითხრათ, რომ აი ესეთი აკადემიური ცოდნის სპეციალისტები არ არის ბევრი და მათ შორის სპეციალისტების ეს ცალკე საკითხია, იგივე ეკოლოგ გარემოს დაცვებით ამ მიმართულების სპეციალისტების ძალიან დიდი სიმწირეა და ჩვენ ვცდილობთ, რომ აი ამ სპეციალობების პოპულარიზაციას გავაკეთოთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში აი ეს მიმართულებაც როგორც ინდუსტრია ცალკე ერთი აღებული, არა მხოლოდ როგორც გარემოსდაცვის საკითხი, არამედ როგორც მათ შორის ცირკულარული ეკონომიკის შემადგენელი ნაწილი, ასევე იყოს მნიშვნელოვნად განვითარებული. როგორ მიმდინარეობს ბატონო თვითონ აი საგანმანათლებლო პროცესი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ერთია რომ გარკვეულ ცოდნას უზიარებ, მაგრამ მეორეა თუ რა ხერხებითა რა მეთოდებით ხდება ამ ყველაფრის გაზიარება და საინტერესოა ასევე უკავშირი თვითონ მოსწავლეების მხრიდან. ერთია რომ თქვენ აწვდით ამ ინფორმაციას, მეორე არის როგორ ხდება მათში ამ ინფორმაციის გადამუშავება და სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბება. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ინტერესი არის საკმაოდ დიდი ჩვენ და გასაოცრად, იმიტომ რომ თქვა მიმდინარე ეტაპზე ყველა სკოლაში, მათ შორის საშუალო სკოლები, კერძო სკოლები იქნებიან, არის დაფუძნებული ეკო კლუბები და უკვე გამოჩენ
ესე ვთქვათ, ის საზოგადოება და ის ახალგაზრდები, რომელიც ამ მიმართულებით არა მხოლოდ ცოდნის მიღებას ეძებენ, არამედ აქტივისტებიც არიან, აქტივისტები, საკმაოდ მნიშვნელოვანი აქტივისტები და შესაბამისად აქედან გამომდინარე, მათ ამ პროცესში ჩართულობისთვის ხო რა თქმა უნდა ჭირდებათ გაცილებით მეტი განათლება და მეტი კონტაქტი. ჩვენ როგორ თავაზობთ ამას? ეხლა მე გითხარით, რომ ჩვენ გვყავს მენტორები, ანუ ლექტორები, საკმაოდ მაღალკვალიფიციური ესენებიან დოქტორები, პროფესორები, მათ შორის სპეციალისტები, რომლებიც შედგენილი პროგრამის მიხედვით ცდილობენ მაქსიმალურად კომპეტენტურ და სწორ ინფორმაცია გადასცენ და რა თქმა უნდა ამის გარდა იმისა, რომ აქ თეორიული კომპონენტი არსებობს, ამ თეორიას მნიშვნელოვანი და მათ შორის საქმე მინაგიდა თუ გარემოდეთ საკითხები, იგივე ევროპული გამოცდილება ამ მხრივ ხო, წარმატებული გამოცდილება, ასე და არ მხოლოდ ევროპული, იგივე შეერთებული შტატები, იაპონია, სხვა ქვეყნები იქნებიან ხო, იქ სადაც ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობდა, მისი გაზიარება, რა თქმა უნდა პრაქტიკული ნაწილი, იმიტომ რომ რეალურად ჩვენს ქვეყანაში დღეს ესე ვთქვათ, ნარჩენების გადამამუშავებითი სიმძლავრეები, როგორც ესეთი ხო არ არის განვითარებული. ეს არის ახლა ჩანასახის მდგომარეობაში, ახლა იწყებს მხოლოდ ამ პროცესს და რა თქმა უნდა ჩვენ ვცდილობთ აი ამ პრაქტიკულ ნაწილშიც თქვა და ეს დაინტერესებული ჯგუფები, დაინტერესებული თქვა ხალხი, ვინც არის ამ პროცესში, ეს გამოცდილება და ეს განათლებაც მივცეთ. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი მთავარი მიზანი გარდა იმისა, რომ ჩვენ გარკვეული სახის ინფორმაცია გადავცეთ, ჩვენი ასევე მთავარია მნიშვნელოვანია, რომ ეს მოქალაქეები, ახალგაზრდები დაუნერგოთ ესე ვთქვათ სიყვარული გარემოს დაცვის და მათ შორის ის რომ ისინი პასუხისგებლიანი მოქალაქეები უნდა იყვნენ თავისი ქვეყნის და მათ შორის რომლებიც შემდგომ არაერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელები, თანამშრომლები იქნებიან და შესაბამისად მათ ექნებათ შესაბამისი წონა თუ როგორ გაუმკლავდნენ ამ ნარჩენებს. სხვადასხვა ის ასევე საინტერესო ის არის აი თვითონ ბავშვი ეს არის სწორედ აი გაგებით ის ინსტრუმენტი რომელიც მშობელზე ახდენს ძალიან დადებით გავლენას მათ შორის ევროპული გამოცდილება სწორედ ეს არის ბავშვების საშუალებით ხდება მათ შორის თქვა იგივე ოჯახის პირობებში იგივე იმიტომ რომ დღეს როგორც არ უნდა ვილაპარაკოთ უფროსი თაობა ხო ამ მიმართებაში ესე თქვა იმიტომ რომ ჩვენ ცოტა სხვა ისტორიიდან ეპოქიდან მოვდივართ სხვა გამოცდილებები უფრო ნაკლებად ესე თქვა ნაკლებად აღვიქვათ ამ პროცესებს როგორც ჩავებად როგორც სწორედ წავიდეთ და ბავშვები ეს არის სწორედ ის თაობა ის საზოგადოება რომელიც ჩვენ ფიქრობთ რომ აი პროცესის ავანგარდში იქნება და მათ შორის გავლენა ოჯახზე ოჯახის წევრებზე, მშობლებზე და აი ყოველ შემთხვევაში ჩვენი დაკვირვები და იმ პროცესით, რომელიც ჩვენ ვანვითარებთ, ხო აი ბოლო პერიოდში მე გითხრათ 80-ზე მეტ საშუალო სკოლასთან შეხვედრა, აი ეს ინტერესი ხო არის მუდმივად მზარდი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ რა თქმა უნდა ეს ამ პროცესის ესე თქვა უფრო დინამიურ განვითარებას ხელი შეუწყოთ, მათ შორის ყველა არსებული ჩვენი რესურსით ჩავდოთ იმაში, რომ შეიძლება მეტი კვალიფიციური სპეციალისტი მოვიყვანოთ ჩვენთან, მეტი პრაქტიკული ესე თქვა მეტი პრაქტიკული ნარჩევები ვასწავლობთ და რაც თავარია ჩვენ ამის პარალელურად ვიწყებთ გარკვეული სახის კონკურსების გვაქვს ჩატარებული სადაც ჩვენ ვიყავით ესე ვთქვათ კონკურსები და სხვადასხვა ღონისძიებები სადაც უწყობთ ხელს რომ მათი ჩართულობა ამ შემთხვევაში ხო ახალგაზრდების და მათ შორის არა მხოლოდ ახალგაზრდების ყველა დაინტერესებული პირის იყოს უფრო აქტიური წავახალისხოთ ეს პროცესი მათ შორის ამ მიმართულებით კონკურსებით რაღაცა გარკვეული სახის საკმაოდ მნიშვნელოვანი პრიზების დაწესებით რომ ყოველ შემთხვევაში ინტერესი მოტივაცია მეტი იყოს რა თქმა უნდა ინტერესი აუცილებელია საინტერესო როდესაც ხვდებით ახალგაზრდა მოსწავლეებს ვისთანაც გაქვთ ეს ცნობიერების ამაღლება საუბარი მანამდე თუ გქონდათ ამაზე უფიქრიათ ან რაღაც გამოცდილება ან ცოდნა ინფორმაცია რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხი იყო თუ პირველად შეხვდნენ და პირველად მოუწიათ ამაზე საუბარი სხვათა შორის მეტნაკლებად იყო ბოლომდე ალბათ რა თქმა უნდა კი სხვათა შორის ესე არის რომ მათ მეტნაკლებად აქ უბრალოდ სისტემურად არ აქვს მათ აი გააზრებული არ აქვს აი ძალიან უნდათ რომ მაგალითად სკოლის პარლებში ჩაერთონ თქვა ისეთ პროცესებში როგორც არის პლასტიკის შეგროვება მათ შორის თქვა მაკულატურის შეგროვება ხო და იგივე სხვადასხვა ნარჩენის შეგროვება როგორც ცდილობენ რომ ეს საკითხები გადაჭრან იცით რა არის აი ჩვენ უბრალოდ აი აქ მთელი ამბავი ის არის რომ რა თქმა უნდა პირველი ამ პროცესებს ყველა შემთხვევაში ენთუზიაზმის გარდა უნდა რაღაც გარკვეული მატერიალური მხარდაჭერა ეს ერთი იმიტომ რომ ესე პროცესი რთულია ანუ ენთუზიაზმი აშკარად და აქ უნდათ რომ ამ პროცესებში ჩაერთნენ ესე თქვა როგორც აქტივისტები გარემოს დაცველები მაგრამ მეორე მხრივ აი წინააღმდეგობას აწლებიან ეს აბსოლუტურად სუბიექტური ფაქტორები რაც ჩვენს ქვეყანას აქვს ანუ არ არსებობს მაგალითად მიმღები აი ეს თქვა პლასტიკის მიმღებები თქვა ხო ისინი ასრულებენ კაი საქმეს თქვა მაგრამ მეორე მხრივ აი ეს გადამუშავებითი ესე თქვა
თემა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ დღეს არ არის განვითარებული, უშლით ხელს ამ პროცესის განვითარების. და ყოველ შემთხვევაში თავარი ამბავი მაინც აქ არის ის, რომ მათ ისინი არ ეპოებიან მით უმეტეს ამ პრობლემებს და ცდილობენ რომ მაქსიმალურად აი მიმართულებით მწვანე მიმართულებით იყვნენ აქტივისტები და აქვე მინდა გითხრათ რომ აი მათგან ალბათ უმრავლესობას არც უნდა რომ საომალოდ იყოს გარემოს დაცველი ეკოლოგი იყოს უბრალოდ იმდენად უკვე აი მოწოდებულები არიან ამ პროცესში იყვნენ ჩართული და ეს მათი ესე თქვა ცხოვრების წესი ხდება და მინდა გითხრათ რომ აი უბრალოდ ჩემთან იმიტომ რომ მე არ ყოფილვარ ამ სფეროში 3 წელია რაც მოღვაწეობ საბსოლუტურად სხვა მიმართულებით მუშაობდი მე და ჩემთან გასაოცარ და აი თუნდაც ესეთი ხალხი რომელიც ახალგაზრდები განსაკუთრებით რომელიც ჩვენს ქვეყანაში არიან ხო ეს საკმაოდ დიდი ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს თვითონ ამ პროცესის სწორად წარმართვისთვის. ველოდით თუ არა ახალგაზრდების მხრიდან სკოლის მოსწავლეების მხრიდან ასეთ დაინტერესებას მათ მხრიდან ასეთ ჩართვას და ალბათ გარკვეული ინტერესები გააჩნიათ მათაც ბევრი კითხვა აქვთ დაგროვილი რაზეც პასუხი უნდათ რომ მიიღონ შესაბამისად აი უფრო მეტწილად რაზე ამახვილებდნენ ყურადღებას შეხვედრების დროს. იცით რა არის პირველი რა თქმა უნდა აი აქ აუცილებლად უნდა გამოვყოთ მათ შორის მასწავლებლების თემა იმიტომ რომ აი პირველი ის რო თქვა ბავშვები არიან ჩართული ესე მაგრამ ატყავთ ასევე კლასის დამრიგებლები მასწავლებლები რომელიც საკმაოდ აქტიურად არიან პროცესებში ჩართული ბევრისთვის უცხოა ეს მაგრამ მიუხედავად ამისა რომ უცხოა თქვა და მისთვის არა ესეთი თემა არის არა პროფესიონალური თემა ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ რომ ბავშვები გადმაიყვანონ აი ამ კუთხით ისინი გახადოთ უფრო მეტად მოტივირებულები და ბავშვების ესე თქვა რა არის აი ბევრი უბრალოდ დღეს რეალურად ერთი ის არის რომ ისინი ინფორმაციას იღებენ იმიტომ რომ დღეს გახსნილი არის საზღვრები მათ იციან ევროპაში რა ხდება მათ შორის ის რომ ჩვენი ქვეყანა უკეთესი იყოს აი ამ ზღვარზე უნდა გაიაროს რა თქმა უნდა თვითონ ქვეყანა ამ მხრივ უნდა იყოს ერთ-ერთი სამაგალითო სანიმუშო გახდეს და რა თქმა უნდა აქ არის პირველი ის რომ თქვათ ყველაზე მთავარი კანონის აღსრულების ნაწილი აი ეს სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ესე ვთქვათ რაღაცნაირად მინდა გითხრათ რომ ბოლომდე არ არის უყოფილი იმიტომაც არის რეალურად რომ თქვათ აი ვითარება ამ მიმართულებით არ არის გაუმჯობესებული და მეორე მხრივ კანონის აღსრულებასთან ერთად რაზეც ისინი საუბრობენ სხვათა შორის მეორე ნაწილი ეს არის მათ შორის ის რომ ქვეყანა სამწუხაროდ ასევე აი ამ განვითარებას ასაც გადამამუშავებითი ნაწილი ქვია იმიტომ რომ ბევრი ნარჩენის გადამამუშავებელი საწარმოები არ არსებობს ამასაც ესე თქვა ვერ მიყვებიან ანუ აგროვებენ გარკვეული სახის რაღაც ნარჩენებს და შემდგომ საწავიდეს ეს ნარჩენი ვისთან მივიდეს კონკრეტულად როგორ მოხდეს ამაშიც ესე თქვა პრობლემებს აწყდებიან თუმცა უნდა გითხრათ რომ ყოველ შემთხვევაში ეს ჯგუფები კონკრეტულად ნებისმიერ სკოლაში აი ამდაგვარი ეკოლოგიური ეკოკლუბები არა მხოლოდ ეკოკლუბები აქ საუბარია ასევე სხვა ცალკე აღებული ინდივიდუალურ პირებზე ჯგუფებზე ისინი მაინც აქტიურებიან რომ ჩვენ დღეს მაგალითად აი ბოლო პერიოდში დაწყებული პირველი აი ახალი სასწავლო წლიდან უკვე ალბათ 10-ზე მეტი სტუმარი ყავდა და რა თქმა უნდა ეს მთელი წელი ჩვენთვის იქნება ძალიან აქტიური 80-მდე სკოლა არის ჩართული ამ მცირე დროში ხო რაც აკადემია ჩამოყალიბდა და როგორ ხდება დაკავშირება თქვენთან და ამ პროცესებში ჩართვა იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ არაერთი სკოლის ხელმძღვანელი პედაგოგი ადრენებს ახლა ჩვენს გადაცემას თვალყურს და შეიძლება სურვილი გაუჩნდეთ რომ მათი სკოლაც იყოს ამ საგანმანათლებლო პროცესში ჩართული ძალიან მარტივად ხდება ჩვენ აქ რა თქმა უნდა არანაირი ბიუროკრატიული ესე თქვა ბარიერს არ გქონით გვეკონტაქტებია ჩვენ ყავს თანამშრომლები რომელიც ამ მიმართულებით ესე თქვა უძღვებიან ამ ჩვენს მიმართულებას მათ შორის მინდა გითხრათ აი ძალიან ბევრი აი სტუმრები თქვა აჭარიდან ჩამოდიან სტუმრები სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოდიან და ჩვენი უახლოესი დღის წესრიგი რაც არის მაგალითად გვინდათ რომ აჭარის რეგიონში ჩავატაროთ გარკვეული სახის კონკურსი გავაკეთოთ მათ შორის იმიტომ რომ მათი მხრიდან არის ძალიან დიდი ჩართულობა და დიდი ესე ვთქვათ დიდი ესე ვთქვათ ენთუზიაზმი ამ პროცესების, მაგრამ ეს არ არის გამოხატული მხოლოდ იმით, რომ მათ რაღაცა მოისმინონ. მაგალითად, იგივე კონკრეტული გარკვეული სახის ნარჩენები შეაგროვონ, გაალამაზონ, დაასუფთავონ თავის სკოლა, ის ადგილი, სადაც ისინი ცხოვრობენ და ამიტომ რა ვიცი, ვფიქრობ, რომ ეს პროცესი საკმაოდ აქტიურად, დინამიურად წავა მიმდინარეობს. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ნიშნულოვანი საქმის კეთებისთვის ეს ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი ბანო მთვალაშვილი იყო ჩვენი სტუმარი.